დონალდ ტრამპმა თქვა, ასეთი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იშვიათი მინერალებზე შეთანხმების სანაცვლოდ უკრაინა ბევრ შეერაღებას და ომის გაგრძელების უფლებას მიიღებსო. 25 თებერვალს სოფელი გახდა, რომ თითქმის ორკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები განახლებულ პირობებზე შეთანხმდნენ. სავარაუდოა, რომ შეთანხმების ხელმოწერა 28 თებერვალს ვაშინგტონში ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტის დროს მოხდება. რამდენადაც ვიცი, ზელენსკი პარასკევს ჩამოდივს და რა თქმა უნდა, მე არ ვარ წინააღმდეგი. ვისურვებდი, რომ ერთად მოგვეწერა ხელი. ეს ძალიან დიდი შეთანხმებაა, ძალიან დიდიო, თქვა ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინას შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა: $350 მილიარდ, ძალიან ბევრ შეიარაღებას და ომის გაგრძელების უფლებას. ამასთანავე ტრამპმა განმარტა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხს მოგვიანებით მოაგვარებენ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი პრობლემა იქნება. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ამასთან დაკავშირებით პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ მათ ესმით ამ შემთხვევაში რუსებს გულისხმობდა, რომ შეთანხმების შემდეგ ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებიანო, თქვა ტრამპმა. შემდეგ უკვე ვლადიმერ შმიგალმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და უბრალოდ დენის შმიგალმა და ასეთი რამ თქვა. აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება პირდაპირ მიმმულია უსაფრთხოების გარანტიებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა არ განიხილავს აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიებთან მიმმულობის გარეშე და აღნიშნა, რომ ეს უკვე ჩადებულია შეთანხმების პროექტში. შმიგალის თქმით, უკრაინის მთავრობა შეთანხმების 26 თებერვალს მთავრობის ხტომაზე განიხილავს. ჩვენ არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. ეს შეთანხმება პირდაპირ მიმმულია უსაფრთხოების გარანტიებს. არც უკრაინის პრეზიდენტი, არც უკრაინის მთავრობა არ განიხილავენ ამ შეთანხმებას და მის ხელმოწერას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან მოწყვეტილადო, თქვა ბატონმა შმიგალმა. ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-თან იშვიათი ლითონების შეთანხმება უკრაინის მიერ 10 ცენტის დაბრუნებასაც კი არ ითვალისწინებს. მოკლედ, რომან გოცელიძე არის ჩვენი სტუმარი, როგორც იცით. ბატონ რომან, რას ფიქრობთ, რამდენად ღირს ეს შეთანხმება, რომ გააფორმოს უკრაინამ? უკრაინაშიც დებატებია ამ თემაზე. წეგან ვსაუბრობდით, რომ ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, რომ არ ურჩევენ ამაზე, მიტინგიც არის, რომ არ შეიძლება გაფორმება. რა არის ეს, რა უნდა ტრამპს, რატო ან რა მოთხოვნა იყო თავიდან, როცა აყენებდა, რომ აი გრანტად რაც მოგცა ამერიკამ, ისო სესხია და უკან დააბრუნებო და ზელენსკი ამბობდა, კი წინა პრეზიდენტმა უთხრა გრანტიებდეს, რა გამოდის, ხო? ეხლა წინა პრეზიდენტი რასაც რო გეტყვის, ის სხვა პრეზიდენტმა უნდა დაარღვიოს თუ როგორ არის. ან მოკლედ, რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? აქ ძალიან ბევრი რამ არის გაურკვეველი. ახლა რაც აიკითხე, ეს არის სულ ამ საათების რაღაც ერთი საათის წინ და ამის შემდეგაც ახლა უკრაინულ წყაროებში ვკითხულობდი, კიდევ არის ბრიფინგი ზელენსკის და ამ შეთანხმების შესახებ რამდენიმე კომენტარი გააკეთა და ბოლოს მან თქვა, რომ მან არ იცის საერთოდ ჩავა თუ არა ამერიკაში 28-ში და რომ ჩავა ამ ხელშეკრულებას მოეწერება თუ არა ხელი. ამერიკის მხარე კატეგორიულად წინააღმდეგია არა თუ ამ ხელშეკრულებაში, არამედ ნებისმიერი ფორმით რაიმე სამხედრო გარანტიების მიცემაზე, მათ შორის წინასწარ უკვე გაკეთებულია განცხადება, რომ ამერიკის ჯარები სამშვიდობო კონტინგენტში არ მიიღებენ მონაწილეობას, თუ კი ასეთი რამ მოხდა და მხოლოდ ევროპის ქვეყნებმა უნდა განალაგონ სამშვიდობოები უკრაინის ტერიტორიაზე და გუშინ წინ ამბობდა ტრამპი, რომ რუსეთი ამის წინააღმდეგი არ არის. დღეს აგერ მოვისმინეთ განცხადება ლავროვის, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ არავითარი ევროპული ჯარები უკრაინაში არ იქნებია განთავსებული. ასე რომ ძალიან ბევრი რამ გაუგებარია. მithmetet ტრამპის განცხადება, რომ ეს ხელშეკრულება უკრაინას ომის გაგრძელების საშუალებას მისცემს. ხო, თანიძახის რომ უნდა დავასრულოთ. ხო და აგერ ორ კვირაში რა შეიძლება სწრაფადო და თანიძახის ომის გაგრძელების საშუალებას მისცემს. საერთოდ რა უნდა ამ კაცს გაგვაგებინოს. აი ამ ლითონებს მოიპოვებს უკრაინა და ამერიკა ერთად და ნახევარს ამერიკას მისცემსო და ახლობთ ასე გამოდის და მე ის თავის ნახევრით ჩემგან მოვა და ტანკებს იყიდის და ომს გააგრძელებს. მოკლედ ძალიან ასე თქვა დაბურდული სიტუაციაა და ეს ხელშეკრულება თუ კი მოეწერება, უკვე ამას ქვია არა ის ხელშეკრულება, რაც ფინანსთა მინისტრმა ჩამოიტანა და ზელენსკიმ თავზე გადაახია. უხეში სიტყვა კი, მაგრამ ზუსტად ასე, რომ უცხოური წყაროები ამბობდნენ, რომ როდესაც ფინანსთა მინისტრი ჩამოვიდა და ამერიკის ფინანსთა მინისტრი ჩამოვიდა და ზელენსკიმ ეს წაიკითხა, ჩავარდა შოკში
და ყველანი ამბობდა რომ ზელენსკის ტიპიური ხმაო რაღაცა გამოდიოდა ყვირილი, საშინელი ყვირილი მისი კაბინეტიდანო ვიღაცებმა ასე ვთქვათ გაამჟღავნეს ეს ამბები და რომელიღაც ამერიკულ თუ ბრიტანულ მედიაში ეს იყო და მერე ბრიფინგი რომ ჩაატარა მკვდარი ხონდა სახეო და აბრუნა ფაქტობრივად ამ ხელშეკრულება უკან გაატანა ზელენსკიმ და ეხლა საგე ტრამპის მაგის გამო იყო გაბრაზებული მაგიტომ უწოდა მერე დიქტატორი და ასე ხო ნუ ამის მერე ტრამპმა უწოდა დიქტატორი და საშუალო დონის კომიკოსი მაგრამ ზელენსკი იყო უნიჭიერესი კომიკოსი ჯერ იყო საშუალო დონის სერიალში მიიღო მონაწილეობა რომელსაც ერქვა სლოგანა რო დანო ხალხის მსახური სადაც პრეზიდენტის როლს თამაშობდა და ამ ფილმი გახდა პრეზიდენტი და ამ დონის ასე ვთქვათ წარმატება რეიგანს არ ქონდა რეიგანიც საშუალოზე დაბალი კომიკოსი ასე ვთქვათ წყალებში კომედიანტი რეიგანი იყო მეორე პლანის მსახიობი რომელიც გახდა ის ადამიანი რომელმაც საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერია უწოდა და ბოროტების ამ საშინელი იმპერიის დანგრევაში ითამაშა უდიდესი როლი ასე რომ დაცინვა რომ ერთ დროს ზელენსკი იყო მსახიობი და ახლა პრეზიდენტია ეს რა თქმა უნდა იყო არაკორექტული და ბევრი დასავლელი ლიდერი სხვათა შორის ზელენსკის ადარებს ჩერჩილს ხომ ძალიან ისეთია მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ომი არ ყოფილა უდიდესი როლი ითამაშა ჩერჩილმა ჭკვიანი იყო მაგრამ აქ როდესაც 100,000-ობით ადამიანი იხოცება და ფაქტობრივად კიევთან მომდგარი იყო ტერი და გადაარჩინა უკრაინა და არა მარტო უკრაინა, მათ შორის საქართველოს, ყაზახეთის და ბევრი ის ქვეყნები, რომლებიც რიგში იყო რუსეთის მიერ, ასე ვთქვათ, ჩასახლაბად და მათ შორის თუნდაც იგივე და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, ზელენსკის შევა ისტორიაში როგორც უდიდესი პიროვნება. ეხლა რაც ეს ასე ვთქვათ, კამათი გრძელდება ზელენსკიმ თქვა რომ 10 თეთრსაც კი არ მივცემ, რაც ახსენეთ თქვენ, იმიტომ რომ ფული კი არ უსესხებია. ფული მე მომწესო და გამოდის რომ ამერიკას ვერ ენდობი, იმიტომ რომ ერთი პრეზიდენტი თუ გრანტს მოგცემს, მეორე პრეზიდენტი გეტყვის რომ ეს ვალიაო, ეს საწერია, ხო? ანუ რას უშვება ტრამპი ამერიკას, ფაქტობრივად ამერიკას უკარგავს სანდოობას, რომელიც ასე კი და ტრამპმა დღეს აგერ მაკრონმა ძალიან ვაჟკაცობა შეაწყვეტინა და უთხრა რომ თქვენ ევროპამ ფული რაც მიეცით ეს უნდა სესხად გაფორმებული არ არის და სესხი არ არისო. ასე უთხრა რომ ეს იყო გრანტიო. ისევ როგორც გრანტი იყო და საერთოდ გრანტი რა არის, იარაღი მისცეს, ბუნებრივია რომ ახლა იქიდან ჯაველინები რო არ შემოსულიყო და რაკეტები და ძალიან დაგვიანებით ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალიან მიქარა სულ 3 წელიწად იმის უფლებას არ აძლევდა რომ რუსეთის ტერიტორიაზე რაღაც დაერტყა და ესეთი რაკეტები მიეცა რომელიც 140 კილომეტრით ფრენდა. მაგრამ ბევრი შეცდომა იყო და დაშვებული და მე როგორც იქნა ეს F-16-ების გადასცეს და ასე შემდეგ, ანუ ეს არის იარაღი რომლითაც უკრაინამ დაიცვა ევროპა და რომელმაც გააკეთა ის საქმე რომელმაც გადაარჩინა ბევრი ქვეყანა რუსეთის მიერ დაპყრობას და მათ შორის საქართველო. ასე რომ ამ ფულზე საუბარი და მე მთელი აი ამ პროცესის გადაყვანა ნედლეულიდან მოპოვებული ფულის მომავალში განაწილებაზე უკარგავს და სერიოზულობას უკარგავს თავად იმ სისხლის მუღრელ ომს რასაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. აგერ ტრამპმა ახლა დღეს განაცხადა, ყოველდღე რაღაც ახალ რამეს ვიგებთ, რომ $5 მილიონ ის ყიდის ამერიკაში ცხოვრების უფლებას. მწვანე ბარათი რო არის და ლატარიით რო ათამაშებენ, 5 მილიონით მწვანე ბარათზე უკეთეს მოგცემ, მოქალაქეობის გარდა ყველაფრის უფლებას გაძლევ, ასე თქვა და ამავე დროს მე მოქალაქეობის უფლების მიღების შანსი გექნება და მე 5 მილიონი თუ აქ ადამიანს ახლა ამერიკაში რატო წავა სამუშაო? თავის ქვეყანაში ბიზნეს დაიწყო, მაგრამ იქვე შეკითხვა იყო, რა ქვია, რაღაც ოლიგარქი გაქცეული და იქვე შეკითხვა იყო აი ოლიგარქის გაქცევაზე. რუს ოლიგარქებს თუ მიცემთო? კიო, როგორ არაო? რა პრობლემაა რუს? ვაიყიდოს რუსმა ოლიგარქმა ჩვენი მოქალაქეობაო, მე რამდენიმე რუს ოლიგარქს ვისნობ და ძალიან კარგი ბიჭები არიანო, ძალიან კარგი. მოკლედ, დიდი უცნაურობები ხდება. დაწყებული ასე ვთქვათ, კანადის მიერთებით და პანამის მიერთებით და 2,5 მილიონი ადამიანის ღაზა სექტორიდან გაუქმებით და დღეს კლიპი დადო ტრამპმა, სადაც ღაზა სექტორში ნანგრევებიდან როგორ ყვავის ცათამბჯენები და სასტუმროები ახლა აგერ $500 მილიარდი ტოლფასი რაღაც რესურსების უკრაინასათვის გამართება.
იმდენად არასერიოზული საკითხებია, რომ არც ერთი რეალურობის ნატამალს არ შეიცავს. ეხლა დაუბრუნდეთ თავარ შეკითხვას. რა არის ეს მინერალების თემა, რომლითაც ძალიან ისარგებლა პუტინმა ამ საკითხით და გუშინ შესთავაზა აგერ მეტი მინერალები ჩვენ გვაქვს და ტრამპ შესთავაზა, მოდი ავითვისოთ ჩვენი მინერალებიო და უფრო მეტიცო უკვე ცინიკური და დამამცირებელი განცხადება გააკეთა ამერიკის, ევროკავშირისა და ნატოსა და უკრაინის მიმართ და სხვათა შორისო იშვიათი მინერალები არისო ჩვენს ახალ მიერთებულ ტერიტორიებშიო და შეგვიძლიათო რომ ანუ იგულისხმება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქი, რომელიც რუსეთის ტერიტორია გახდა რუსეთის კონსტიტუციით და ამერიკას სთავაზობს ინვესტიციების განხორციელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აი ამაზე დიდი დაცინვა და ცინიზმი რა არის? თანაც azt ნიშნავს, თითქოს და სანქციები არ არსებობს და ეს შეთავაზება, რომ მოდი ერთად ავითვისოთ რუსეთის ბუნებრივი სიმდიდრეები, იმ პირობებში, როდესაც მთელი დასავლეთის კაპიტალი გამოვიდა და მილიარდები დაკარგეს. იგი ნავთობის მოპოვებაში სახალინში იქნებოდა, სადაც ზღვის შელზე საავტომობილო ქარხნები დაიხურა, რომლებიც მერსედესი და ფოლკსვაგენი აწყობდნენ ქარხნებს და მაკდონალდსი იქ არ არის და კოკა-კოლა და ყველაფერი გამოიქცა და ეს ეუბნება, რომ მოდი ახლა ჩემი იშვიათი ასე ვთქვათ ელემენტების ბიზნესი დავიწყოთო და არავითარი ასე ცუდი რეაქცია არ ქონია თითიდან გამოწვევილი. აი ამ მინერალების თემა პუტინმა გამოიყენა სანქციების გაუქმების კუთხით. ეხლა რა არის ეს? ჩავიდა პატიოსნად ზელენსკი და შესთავაზა, რომ უკრაინაში არსებული აი ეს სიმდიდრე იშვიათი მინერალების სახით ყოფილიყო ათვისებული ამერიკულ ბიზნესთან ერთად, ანუ ამერიკელებს შესთავაზა ინვესტიციების განხორციელება ამ სფეროში. ეს სფერო რა არის? ეს არის უკრაინას აქვს ანუ რა მინერალებს უკრაინას იშვიათი მინერალების მე სხვადასხვა ვისაც უნდა შევიდეს Facebook ჩემს პოსტზე და იქ არის ჩამოთვლილი. პირველი არის ჩინეთი, მარაგებითაც და მოპოვებითაც მე დავდე იქ მარაგების ასე ვთქვათ ცხრილი არის 17 დასახელების იშვიათი მინერალები, რომლებიც ეს გამოიყენება მაღალ ტექნოლოგიებში, ელექტრონიკაში, ჩიპების წარმოება და ასე შემდეგ, გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, გამოიყენება ლაზერულ ტექნიკაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასე ნედლეული, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა აი ხელოვნური ინტელექტის და აი კომპიუტერული ტექნიკის განვითარების შემდეგ, ვინაიდან სწორედ აი მიკროჩიპების წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. სად არის ეს მინერალები? მისი ასე ვთქვათ, მარაგების დაახლოებით 40% არის ჩინეთში. მერე მოდის იქ ავსტრალია, ბრაზილია, ყაზახეთი, რუსეთი და ბოლოს მე-10 ადგილზე არის მთელი მარაგის 0.8% სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. უკრაინის ჭაჭანება არ არის. უკრაინაში არსებული აი ეს იშვიათი მინერალები არის მთელი მსოფლიო მარაგის 0.5%. ეხლა მოპოვება, გადამუშავების 85% მისი გადამუშავება ხდება ჩინეთში. შემდეგ მოდის პატარ-პატარა უკვე რუსეთი, ამერიკაც. მაშინ იბადება ასეთი კითხვა, კი მაგრამ რატომ ჩინეთში და რატომ არ განავითარა სხვა ქვეყნებმა? იმიტომ არ განავითარა, რომ ამერიკაშიც არის იშვიათი ლითონები, მაგრამ ეს არის ამის ასე ვთქვათ ეკონომიკის მთავარი კანონი, რომ შენ უნდა აწარმოო ის, რისი წარმოებაც შეგიძლია უკეთესად და იაფად და რისი წარმოება შენ დანახარჯებით შეგიძლია არ აწარმოო, ის უნდა შემოიტანო. ასე ვთქვათ, სხვებისგან და ეს ადამ სმიტის ასე დროინდელი მთავარი პოსტულატია. თუ ჩინეთში ეს იაფი ღირს, რატომ უნდა შევქმნა ეს ბიზნესი აქ, მაგრამ უცბად აღმოჩნდა მერე რომ აი პანდემიის დროს განსაკუთრებით და მაშინ ავარდა ასე ვთქვათ მოდა იყო რომ ყველამ უნდა შექმნას საკუთარი წარმოებები, ვინაიდან ტუალეტის კაღაზს თურმე ამერიკა არ აწარმოებდა ჩინეთიდან შემოაგდა, საოცრება ის იყო რომ ამერიკას არ აწარმოებდა პირბადეებს და უცბად აღმოჩნდა რომ პირბადეების დეფიციტი იყო და ბრძოლა დაიწყო ჩინეთიდან ვინ შემოიტანდა პირბადეებს და
ეს და მე ასეთი ის გაჩნდა რომ ანუ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ადგილობრივ ასე თქვა წარმოებას, მაგრამ რა ადგილობრივ წარმოებას იშვიათი ლითონები აწარმოო, ჩიპები აწარმოო, მაშინ რა ამერიკაში ხო მობილური ტელეფონები არის წარმოება. ყველა Apple-ის მთელი აი ეს ინდუსტრია იდეა არის ამერიკაში, პროგრამირება და მთელი ტექნოლოგიური ასე თქვა მიგნებები წარმოება არის ჩინეთში. ის წარმოება არის ვიეტნამში. მაშინ დააბრუნდეს უკან, მაგრამ უკან დაბრუნდება ტრამპის ეს პოლიტიკა, რომ კაია, სამუშაო ადგილები შეიქმნება, მაგრამ სამაგიეროდ გაზვირდება საშინლად ორჯერ მეტი ეღირება და მას უკვე ის მოგება და ის გაქანება არ ექნება, ვიდრე ჩინეთში იაფად წარმოებული. როდესაც იწყება უკვე სატარიფო ომი, იქ ჩინეთს 10%-იანი ტარიფი დაუწესა, მერე კანადას ემუქრება 25%-იანი და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შენ იწყებ ომს, სავაჭრო ომს, და თუ შენ იწყებ ასე ვთქვათ მსგავსი პოლიტიკის გატარებას და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს იგნორირებ, მაშინ ყველაფერი შენ უნდა აწარმოო. და ამიტომ გაახსენდათ, რომ რაგერ ჩინეთი თუ ყოფილა მონოპოლისტი, მოდი ამ თემას მივხედოთ. მაგრამ რა აღმოჩნდა? უკრაინას ერთი რიცხვი რომ მოვიყვანო და ამას დავანებოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა მაქვს შესწავლილი. მოპოვება იშვიათი ლითონების ბიზნესის წელიწადში არის 5 მილიარდი. მოპოვება, ანუ ის რაც უკრაინაში უნდა გააკეთონ, 5 მილიარდის შემდეგ მე გადამუშავება, იქ ემატება და მე უკვე ჩიპებამდე რომ მივა და იქამდე ის 5 მილიარდი გადაიქცევა ალბათ 100 მილიარდამდე, მაგრამ 5 მილიარდიდან მთელი მოპოვება არის 90% ჩინეთში, რა არის 5 მილიარდი? სასტუმრო რო არის მარიოტის ქსელის წლიური ბრუნვა არის 15 მილიარდი, სამჯერ მეტი. Coca-Cola რო აიღო. Coca-Cola კი არა, Coca-Cola გიგანტია. McDonald's რო აიღო. McDonald's-ის წლიური ბრუნვა არის 25 მილიარდი. და მთელი იშვიათი ლითონების მოპოვების წლიური ბრუნვა არის 5 მილიარდი. და ამ დროს დაინახეს რა, რომ ტრამპმა აიკვიატა, რომ 9 მილიარდი უნდა წავართო ახლა მე უკრაინას იმის გამო, რომ 90 მილიარდი მისცა გრანტი და მილიარდი თუ 500 მილიარდი. არა, ტრილიონი, ხო, 500 მილიარდი, რა გუშინაც ემეშალა ერთ-ერთი 500 მილიარდი, და იმდენად დიდი რიცხვია, რომ არაცნობიერად 500 მილიონს ვიზახი. 500 მილიარდი უნდა წამოიღოს უკრაინიდან ამ რესურსების სახით, ვინაიდან თურმე 350 მილიარდი ყოფილა ამერიკის დახმარება და აგერ მე დადო აგერ გერმანულმა გამოცემამ 100 მილიარდი ევროპამ 100 მილიარდი ამერიკამ და 100 მილიარდი აიმან, რა ქვია, უკრაინამ და რა აღმოჩნდა რომ ეს აბსოლუტურად უაზრობა იყო და შენ მოიტანეს ხელშეკრულება, სადაც უკრაინის ყველა ბუნებრივი რესურსი რაც კი არსებობდა, ურანი, ტიტანი, ეს 17000 სახელობის იშვიათი ელემენტები, რომლებიც არაფერი არ არის მასშტაბით, უფრო მეტი გაზი, ნავთობი, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ამ ხელშეკრულებაში იყო ჩადებული, რომ ინფრასტრუქტურა დაკავშირებული ნავთობთან და გაზთან, ანუ უკრაინას აქვს ევროპაში ყველაზე მძლავრი გაზგამანაწილებელი სისტემა, ტრანსპორტირების სისტემა, ნავტოგაზაქვია, ევროპაში ყველაზე დიდი გაზის საცავები, პლუს ნავთობის მოპოვება და პლუს ოდესისა და იმის რა ქვია პორტები, სადაც შეიძლება ამის ტრანსპორტირება, ეს ყველაფერი უნდა შევიდესო ფონდში. ანუ მთელი ბუნებრივი რესურსების სიმდიდრე ტრამპმა მოიდომა, რომ წაართვას უკრაინას და აი ეგერ ახლა დღეს და კარგი რაღაც განცხადება, ზუსტად აი ამ წუთას ხდება ეს ბრიფინგი. უკრაინა არავით არის ნავთობს ადენები, გასადენები და ასე შემდეგ. ძველს არ ეხება, სამწუხაროდ მომავალი ინფრასტრუქტურა შევა ამ ფონდში და უკრაინა და არავით არის 500 მილიონის ხსენება ამ ფონდში. 500 მილიარდის, აი ესე. არავით არის 500 მილიარდის. მადლობა დიდი, რომან გოცირიძე იყო ჩვენი სტუმარი, ნახოთ საბოლოო ჯამში. ზელენსკი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და ასე არ დათმო თავისი ინტერესები.